პუტინმა რუსეთის მოქალაქეების დავალებით დაიწყო ომი. უბრალოდ შეიქმნა ობიექტური რეალობა, როცა მან ომში მიზეზს ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ის ვერ დაიდგამს გამარჯვებულის გვირგვინს, ტრიუმფით ვერ შევა მოსკოვში, ვერ მოაწყობს საზეიმო აღლუმს კიევში, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ არანაირი პრობლემა იმაში, რომ ომი დაკოსერდა იქ, სადაც დაკოსერდა, არ არის. არც სტალინსაც კი, რომელმაც უდიდესი ფიასკო განიცადა, მისი ერთი არმია საკადრო 4 მილიონი ნახევარი, 2 თვეში გერმანელების იმაში ბანაკებში აღმოჩნდა ტყვედ. და სტალინისთვის არავის არ მოუკითხია ამისთვის არაფერი, მშვენივრად იზეიმა გამარჯვება. კიდევ ერთხელ, ომი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებზე. რაც უნდა დიდი ეკონომიკური პრობლემა შეიქმნას, ბოლო რესურსს გაყიდის რუსეთი და გააგრძელებს ომს. ოღონდ ომი მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების გამო, თუმცა ეკონომიკური პრობლემები ძალიან დიდი ფაქტორია, ეკონომიკური ფაქტორები არ არის ომის შეწყვეტის მიზეზი. ომის შეწყვეტის მიზეზი არის მიუხედავად იმისა, რომ გააქვს რესურსი და ამ რესურსის მოპოვება რუსეთს შეუძლია, ვეღარ ახერხებს ძალის ფორმირებას. ანუ რუსეთის პრობლემა ის კი არ არის, რომ ფინანსები არ აქვს. რუსეთი ვერ ახერხებს საბრძოლო რამაც უნდა იბრძოლოს, რამაც ომი უნდა გააგრძელოს, ამის ფორმირებას. ესაა მისი პრობლემა და მან კარგად იცის ეს. ამას რატო ვერ ახერხებს? ამას ბევრი ფაქტორი აქვს, ეს სხვა ანალიზის თემაა. კიდევ ერთხელ, მე კონკრეტულად ერთ ექსპერტს ახლა არ წარმოადგენ, ჯგუფი ფარს გააჩნია თავისი, ესე ვთქვათ, სამხედრო საექსპერტო თემატური ჯგუფიც, რომელიც გარკვეული ანალიზებითაა დაკავებული, უბრალოდ ეს ფართო სპექტრია, უბრალოდ დასკვნის საკითხი ვამბობთ, რომ კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, ახლა ეკონომიკური აღმავლობაც, რუსეთის ეკონომიკას რომ მართლა მზარდი და შინაარსობრივად ესე ვთქვათ, კარგი მდგომარეობა ჰქონდეს, რუსეთი უბრალოდ ძალის ფორმირებას ვერ ახერხებს. ახალ ქვედანაყოფები ძალიან მძიმე წარმოიშვება და ახალი ქვედანაყოფების ჩაყვანა ფაქტურად ბრძოლის ხაზზე არ ხდება. მხოლოდ დანაკლისის ნაწილობრივ შევსება ხდება ისიც პრიორიტეტულ ფრონტებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არის მთავარი პრობლემა. და უბრალოდ ჩვენ ამაზე საუბარს არ ვართ, ვინც ჩვენ ხშირად ძალიან ესედაც გარემულ ფაქტორებზე ვსაუბრობთ. და